აი გამარჯობა ჩვენ ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და გადავწყვიტე შემომოწმო ჩემი ტელეფონი რამდენ ხანს გასტანს, რამდენ წუთიან ვიდეოს ჩაიწერს, იმიტომ რომ ხარისხი PowerPoint-ით ჩაწერილი ხმისა ნამდვილად ცუდია და ტანჯვაა იმის მოსმენა. და გადავწყვიტე ვილაპარაკო ლიტერატურისა და რეალობის გადაკვეთებზე, ცოცხალ ლიტერატურაზე როგორც ცოცხალ სიტყვაზე, ის რაც მოთხრობაში კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, მთავარი თემაა. და კამათის მთავარი თემა, ანუ იდეოლოგიას და ინდივიდს შორის კამათის მთავარი თემა. ლიტერატურა არ არის მეცნიერების დარგი, მხატვრული ლიტერატურა არ არის ლიტერატურა ვიწრო გაგებით და მხატვრული ლიტერატურა არის ცოცხალი ლოგოსი, ცოცხალი სიტყვა, რომელთაც ჩვენ ცოცხლობთ, ხო? მხოლოდ მაშინ ხვდებით ამას, როდესაც ლიტერატურულ გმირებს ათავის ლიტერატურული გმირებისთვისებებს აღმოაჩენთ თქვენ თავში და ინახავთ მათ რეალობაში, მიხვდებით, რომ ცოცხალი სისხლის და ხორცის მქონე ადამიანები არიან, ანუ ხორცს ისხამენ რეალობაში ლიტერატურული გმირები, იმიტომ რომ ლიტერატურული გმირი ადამიანის მიერ შექმნილი რეალობის უზენაესი გამოხატულება, ასე ვთქვათ, ადამიანის მიერ დაგროვილი ცოდნის და სიბრძნის დაკვირვების უნარის განივთება ცოცხალ სიტყვაში, რომელიც ყოველ ადამიანთან ცოცხლდება ხორცის ხამს და ეს მაგიური პროცესია, ხო? ეს არ არის მეცნიერული პროცესი, რომელიც შეიძლება ახსნა. ეს უფრო ინტუიციური პროცესია, რომელსაც უნდა გაყვე. რა თქმა უნდა, ფილოსოფიაში არის ლოგიკა, რომელიც ჩარჩოს სენს ამ ყველაფერს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც გამბედაობა, უვალი გზებით სიარულია, ნდობა საკუთარი თავისადმი, ხმისადმი, რომელიც გეკაჩება, რომ წახვიდე იქითკენ და რა თქმა უნდა, ნდობა ამასწავლებლისადმი, რაც და დიალოგი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში მასწავლებლებსა და მშობლებს შორის წარმოებს ძალიან გავს იმ დიალოგს, მოთხრობიდან კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, უფროსისა და ვასიკოს საუბარს, იმიტომ რომ მშობლები თვლიან, რომ ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა ეს არის ვიწრო გაგებით ლიტერატურა, მისი მთავარი დანიშნულება არის პრაქტიკული დანიშნულება, რომ გამოცდაზე ბავშვმა მიიღოს მაღალი ქულა, რომ ლიტერატურა ცოცხალი სიტყვა, რომ ლიტერატურა ესე ჩრდილში წასაკითხი არ არის, რომ ლიტერატურა მხოლოდ გამოცდაზე არ არის კარგი, რა კარგია ლიტერატურის სწავლა ეროვნულების ჩაბარებისთვის, მსგავსი რამე არ არსებობს, ისე როგორც დიკენსის ჩრდილში კითხვა სისულელეა, ხო? იმიტომ ლიტერატურას ვერ ჩატევ ყოფით ჩარჩოებში, იმიტომ რომ ლიტერატურა თავადაა სიცოცხლე, თავად მოაქვს სიცოცხლე და თავად არღვევს ყოფით ჩარჩოებს და ასევე პროვინციაში გაბატონებული ასეთი წესი და ჩვეულება, რომ გაკვეთილზე მასწავლებლები ბავშვებს აკითხებენ ტექსტს ყოველგვარი, ანუ პრაქტიკულად რასაც ლიას ტურუაიძახის თავის ლექსში ქართულის გაკვეთილების ხდება, ხო, სიტყვას აჭედებენ დაფაზე, შლიან, სისხლისგან წრეტენ და მერე ორგანოებს ასწავლიან ბავშვს, რაც შეუძლებელია ლიტერატურაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლიტერატურა არ არის მეცნიერება. იმისათვის, რომ საერთოდ რამე ისწავლოთ, უნდა გქონდეთ ნდობა მასწავლებლის და მშობელს უნდა გქონდეს ნდობა მასწავლებლის, ხო? ლიტერატურა ეს მთელი ცხოვრებაა, ამიტომ თუ ბავშვი ტრულადაა განწყობილი შენს მიმართ და ფორმულებით ელაპარაკები, ან სთხოვრო ტექსტი დაიზეპიროს და ჩაგაბაროს, როგორც ეს მათემატიკაში ხდება მაგალითად, რომ 100 + b კვადრატი უდრის ამას და ამას, ეს არ არის ლიტერატურა, ხო? და მე ამასთან შეჯახება მიწევს მუდმივად ყოველ წელს და ამასთან შეჯახება უწევს ძალიან ბევრ ადამიანს და ეს არის ჩვენი პრობლემა, როგორც ჩანს დღესდღეობით, ხო, რომ ვერ გამოვედით აი ანუ ისევ იმ დიალოგში ვიმყოფებით, ისევ იმ პრობლემაში ვართ, რაც იდეოლოგიამ დაგვიტოვა და იმისი აღქმა, რომ ლიტერატურა ცოცხალი სიტყვა ლოგოსია, ვიწრო გაგება არ არის და რომ გაცილებით მეტია ვიდრე ყოფა, შეიძლება მშობლებს არ ვიცი გაუჭირდეთ და შეიძლება ჩემი ლაპარაკი აბსოლუტურად ამაოა, მაგრამ არ ვიცი, ვიღაცა სადღაცა ვისაც ეჭვი ეპარება, უკვე დაწყებული აქვს შიგნით ზრა და ვერ მიდის, ვთქვათ, თავისუფალი გზებისკენ ვერ მიყვება ინტუიციას, მასწავლებელი ექნება თუ ეს მოსწავლე, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კარგად წაიკითხეთ კიდევ ეპიზოდი ამ მოთხრობიდან,
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და ნახეთ, რომ ეს აბსოლუტურად ცოცხალი სცენაა, რომელიც ყოველდღე თამაშდება ჩვენ წინ, ხო, როცა ადამიანები გვეუბნებიან, რომ გულიდან რაც მოდის, ემოციიდან რაც მოდის, ინტუიციიდან რაც მოდის, ეს სინამდვილეში მნიშვნელოვანი არ არის, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ცხოვრებისა და ყოფის მცირე ნაწილია, რომ ყოფა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ყოფას შენ ვერ მოაწესრიგებ, ყოფა გარედან უნდა მოგიწესრიგონ, ხო, სახელმწიფო აპარატებმა და ინსტიტუტებმა და რომ ნამდვილი სიცოცხლე ეს არის, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. როდესაც ბავშვი მოდის გაკვეთილზე და აბსოლუტურად არანაირი ცოდნა არ აქვს, არანაირი ფილოსოფიისა, გარდა ყოფითი, სადაც იზრდება იმ გარემოში, ხო, გარდა ყოფითი სოციალური ფილოსოფიისა და რჯულისა გააჩნია, სადაც გაიზარდა, მას არანაირი სხვა ფილოსოფია არ გააჩნია. შენ როგორც მასწავლებელმა უნდა გაიყვანო იგი სხვა სამყაროში, ხო, უნდა გამართო წელში დაანახო სხვაცა, ადამიანური აზროვნების სივრცეებში გაიყვანო, ანახო, როგორია, როცა განზედგები და საკუთარ თავს ასე უყურებ და საკუთარ საზოგადოებას ასე უყურებ და იწყებ კრიტიკულ აზროვნებას და სწავლობ პატიებას და სწავლობ სხვადასხვა მსოფლხედვას, ხო, და ირჩევ მე რომელი გინდა და ეძებ მე ამას. ანუ მარცვალს აგდებ პრაქტიკულად მასწავლებელმა არ შეიძლება ბავშვს განსაკუთრებით ქართულში, ხო, ასწავლოს თემის წერა, არ ვიცი რა გზებით გონიათ მშობლებს, ხო, რომ ანუ როგორ უნდა გადასცე ბავშვს რაღაცის წარმოდგენა აქვს, ხო, რომ ისე მათემატიკური პროცესია, ანუ მე დავაზეპირებინებ და ის მერე დაწერს თემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლიტერატურა ცოცხალი სიტყვა, ანუ ეს მარცვალი, სიბრძნის მარცვალია, რომელსაც ჩემ ბავშვში აგდებ და მე ეს მარცვალი ნიადაგში ან გაიდგამს ფერს ან არა, ან გაიზრდება ან არა, ან მიაღწევს ყვავილობამდე ან არა, ან გამოიღებს ნაყოფს და ეს ნაყოფი დამწიფდება ან არა, ხო? ანუ ეს ყველაფერი უკვე ჩემზე დამოკიდებული არ არის. ილუზია, რომ ადამიანი აკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს და შეუძლია მიზნების მიღწევა ერთპიროვნულად თანამშრომლობის გარეშე, ყველაზე დიდი ილუზია ამ ქვეყნად, იმიტომ რომ ავთანდილი მიზნებს აღწევს მარტო არა ვერავინ ვერ აღწევს მიზნებს, ხო, ავთანდილი მიზანს აღწევს და ტარიელს გამოიხსნის და ნესტანს პოულობს უამრავი ადამიანის დახმარებით და ავთანდილი მოქმედი ნაწილია ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ მასზე უფრო მნიშვნელოვანია ასმათი, ხო, რომელიც აბსოლუტურად ფიზიკურად უმოქმედო და უმწვევოა, მაგრამ სულიერად ის კავშირია, რომელიც ტარიელს აკავშირებს რეალობასთან და ავთანდილი მე აღიარებს ამას, ეუბნება, ხო, ორმოს ჩავარდი და შენ გაქვს ერთადერთი უნდა რომ ამომიყვანო. შენ ჩემზე უფრო, ანუ თუ მანამდე ძალით ცდილობს რომ ასმათისგან გაიგოს რაღაცა, როცა ასმათი სულიერ ძალას ხედავს, მე იქით ეუბნება, ხო, რომ მე უწევო ვარ შენ გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ძალა მაქვს, შენ სულიერ ძალასთან მე უწევო ვარ, ხო, შენ თუ არ დამეხმარე, არაფერი გამომავალ, მოსჩავარდნილ კაცს გავარ. და როგორ წარმოგიდგენიათ, მშობლებს მიმართავ, რომლებიც პრაქტიკულად შეკვეთას აძლევენ მასწავლებელს და არ აძლევენ თავისუფალი ძიების საშუალებას, ხო? რომ მე ლიტერატურა ვიწრო გაგებით მაინტერესებს, შენ ფულს გიხდი და ჩემ ბავშვს უნდა ასწავლო ის, რაც მე მინდა, ანუ იმ შედეგზე უნდა გავიდეს, რაც მე მინდა, ეროვნულებზე უნდა აიღოს მაღალი ქულა და ამ შედეგზე უნდა გავიდეს, ანუ ყველასთვის გასაგები გზებით, ანუ უნდა დააზეპირებინო ტექსტი, თუ რა ვიცი, ანუ ეგეც არ ვიცი, ზოგადად როგორ წარმოუდგენიათ, ხო, ძირითადად ყველგან მიღებული წესით წარმოუდგენიათ, რომ იყვე პროგრამას დააზეპირებინო ბავშვს ტექსტი და არ გავიდეს ეს კონტროლს იქით, ანუ ურთიერთობა არ გავიდეს თვალისთვის, ანუ ხილული თვალისთვის და გონებისთვის აღსაქმელი სიტუაციის კონტროლს მიღმა, ანუ რომ არ მოხდეს იქ აზრთა გაცვლა გამოცვლა ემოციურ დონეზე, იმიტომ რომ ემოციები რა, ხო, წაიქცა ბავშვი იმაში ქალაქში, მტვერში, მე რა ყოველთვის გამოჩნდებიან კეთილი, ასე ვთქვათ, კეთილი მოქალაქეები, რომლებიც მას ამოაყენებენ, რა არის ამაში, ხო, ტრაგიკული.
ასე რომ 10 წუთამდე მივედით, რაც კარგია. ასე რომ წინ ყოველ წელს ვაჯახები ამას. ეს არის მთავარი პრობლემა, რის გამოც პრაქტიკულად მოსწავლეები უარს აცხადებენ ლიტერატურის ჩემთან სწავლაზე. თუმცა მე ამაზე პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ რა თქმა უნდა წინა წლებში სულიერად სხვათასე გაძლიერებული არ ვიყავი და მარყევდა ეს შინაგანად და ვირყეოდი ვითარცალე წამი ქართაგან ძლიერთა, მაგრამ ახლა აბსოლუტურად ცხადია და განსაკუთრებით რაც მაინჭებს ყოველს დიდ თავდაჯერებულობას არის ეს ხორჩეს ხმა და გათამაშება იმ სცენებისა რეალობაში, რომელიც ჩვენ კლასიკურ ლიტერატურაში არის, ხო, დოჩანაშვილის მოთხრობის ეს სცენა როცა პოეზიაზე დაუწყებს ლაპარაკს უფროსს და აქ თლად ჩაიჭრება ჩვენი უფროსი და მსგავს რაღაცა სიძახის, რომელიც მთლიანად ავლენს ხო მისი ხედვის შეზღუდულობას და სივიწროვეს, რამდენად არ ესმის ხო ცოცხალი სიტყვის ლოგოსის არსი და ზოგადად ადამიანის არსი თამაშდება რეალობაში და უკვე ეს იმხელა თავდაჯერებას გძენს, რომ უბრალოდ შეუძლებელია ეს უბრალოდ დამთხოვა იყოს, არამედ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, იმიტომ რომ ლოგიკურად დამტკიცებული რეალობა თამაშდება რეალობაში, ამაზე მეტი დამტკიცებელი საბუთი არ გინდა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, სული არსებობს, ემოცია მართავს ყველაფერს და გონება. ხო, ასე რომ და ის განცდა რომ შენს ომში, რომელსაც აწარმოებ შეიძლება ომიც არ არის ეს ხო, ომია ალბათ ხო, ებრძვი სიცრუეს, ებრძვი სიყალბეს ხო, შენს გვერდს გიმაგრებენ ლიტერატურული გმირები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ისია, როგორც ბობ მარლი იძახის თავის ქრონიკებში, თავის ავტობიოგრაფიაში, ისია თითქოს შენი ყველა საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რა თქმა უნდა უზარმაზარ ძალას გძენს. ანუ იგივე ვთქვათ შუშანიკთან დაკავშირებით, ხო? ანუ სკოლის ბავშვებს მე-9 კლასელებს ებადებათ ხოლმე კითხვა და ვთქვათ ინგლისურში რომ ემზადებიან, ქართულში მეკითხებიან რაღაცებს და მე ვსაუბრობ ამაზე და ანუ სცენა, სადაც შუშანიკი ალეწავს მას ჯოჯიკის ცოლს ხო, ღვინოს და მასწავლებელი ეუბნება, რომ იცით რა, არავინ არ იცის შუშანიკის თავში ამ დროს რა ტრიელებდა, არადა ტექსტი მთლიანად გაძლევს ყველანაირ საბუთებს იმისას, რომ ზუსტად იცოდა რატო გააკეთა, რა მოტივები ჰქონდა ეს შუშანიკს და ქრისტიანული მსოფლმხედვა გაძლევს ამის საშუალებას, ხო, რომ მიხვდე რას აკეთებს შუშანიკი, იმიტომ რომ ტექსტში ბევრჯერ ნათქვამი თავიდანვე ნათქვამი ხო, უკეთურებისა, მის ქვრისა, მის საისამარად ის გულ ეტყვინ, ნიშნავს მას შუშანიკმა ყოველთვის იცოდა მისი ქმრის სისუსტეები და მთავარი სისუსტე ვარსკენისა ეს გარდა სიხარბისა, პატიმოყვარეობისა არის მრისხანება. ანუ და ეს ყველა მიცის ჯოჯიკი ეუბნება მის გასაფრთხილებლად, მისული ხალხი ეუბნება, რომ გცემს ვარსკენთა თმით მოგითრევს სასახლეში და დავიღუპებით და დაბრუნდი უკან და შუშანიკი ამაზე პასუხსაც კი ეუბნება, რომ ძალიან კარგი თუ ესე მოხდება, იმიტომ რომ საბოლოოდ ის იქნება განჩინება ჩვენი, ანუ საბოლოოდ მე და ვარსკენს საერთო არაფერი აღარ გვექნება. და როდესაც ბრუნდება სასახლეში უკან, ისი არ არის თითქოს შუშანიკი თმობს, ხო, არამედ მას უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მარტო უნდა იბრძოლოს, იმიტომ რომ მანამდე თუ ილუზია ჰქონდა, რომ ვინმე დაეხმარებოდა და ამას იძახის კიდევაც, ხო, რომ მე მეგონა რომ ყველანი დამეხმარებოდით და თქვენ ხელში შემატოვეთ მარტო მტერს აღთვისას ვარსკენს. აქ უკვე მე შინაგანი განივთება ხდება ხო ხელახლა და გადააზრება სიტუაციის და შენიკი წყვეტს რომ მარტომ უნდა ათაროს ეს ტვირთი სხვანაირად არ გამოვა და უკან დაბრუნებული პურობაზე სადაც ვარსკენი აკეთებს პირველ ნაბიჯს შენიკს აიძულებს პრაქტიკულად რომ არჩევანის წინაშე აყენებს რომ ან კომპრომისო უნდა იყოს ან უნდა დათმოს ხო არჩევანი უბრალოდ აქ არ არსებობს ვარსკენი ამ დილემის წინაშე აყენებს შენიკს რა თქმა უნდა რომ შენიკი აბსოლუტურად გააზრებულად ალეწავს ამ ჭიქას ჭიქას, იმიტომ რომ იცის რას გამოიწვევს ეს ვარსკენთან, იცის რომ ის რაც უნდა მოხდეს, მოხდება, ანუ კონფლიქტი ვარსკენსა და მას შორის დაიწყება და ეს კონფლიქტი იქნება დასაწყისი მათი, ანუ ეს მთლიანად დააშორებს ქმარს, ხო და ცხადად გამოკვეთსად განან ის და ვარსკენი ყველას თვალწინ და რა თქმა უნდა ეს არის გზა კიდე მოწამეობრივი დასაწყის, მოწამეობრივი გზის დასაწყისსა, იმიტომ რომ პირველ მსხვერპლამდე ადამიანი მუდმივად მერყეობს, ხო, როგორ მუდმივად მერყეობს და რა თქმა უნდა შუშანიკი ადამიანია, შუშანიკის ენანება საკუთარი შვილები, არავინ არ იფიქროს რომ მსხვერპლი, რომელიც ტკივილად არ გიჯდება რაიმე ღირებულებისაა, ხო?
და შუშანიკის ტკივა ეს ყველაფერი და მერყეობს ამას იყენებს კაცი ერთი სპარსი, რომელიც მიდის და ზუსტად ამ სიმებს ჩამოჰკრავს შუშანიკის ცელში და გოდებს, ხო, რომ ვაი, სახლი, რომელიც ასეთი დიდებული სახლი ჰქონდა და ოჯახი შუშანიკი და დაგიქცა და გადაიქცა მწუხარების სახლად და მაგრამ შუშანიკი ხვდება ამას, ხო, იმიტომ რომ შუშანიკი საოცრად ჭკვიანია, საოცრად გაფხიზელია სულიერად და შინაგანად არაჩვეულებრივად იცნობს არა მარტო ვარსქენის სისუსტეებს, არამედ საკუთარ სისუსტეებს, ესმის რო ადამიანია და სუსტია, რომ ანუ სულიერი ასკეტიზმი დისციპლინა სჭირდება, რომ საკუთარ ცოდვას გაუწიოს. იმიტომ რომ შუშანიკის ომი არ არის ვარსქენთან ომი, ხო, შუშანიკის ომი საკუთარ თავთან ომია. რათა მოირიოს საკუთარ ადამიანურ ბუნებას ამაღლდეს, ეს არის წმინდანობის გზა. ოღონდ საინტერესოა, რომ შუშანიკი ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ თვითმიზნები აქვს, ხო, როგორც მაგალითად განდეგილში. არამედ შუშანიკი ამას აკეთებს, იმიტომ რომ საჭიროა, ხო? იმიტომ რომ ისტორიულმა რეალობამ დააყენა ამ არჩევანის წინაშე, სოფელმა დააყენა ამ არჩევანის წინაშე. ისე კი არა, რომ შუშანიკი იგონებს ამ პრობლემებს, ხო? იმიტომ რომ არიან ხალხი, ვინც იგონებენ ამ პრობლემებს, მაგალითად თეიმურაზ ხევისთავი, ხო, მაგალითად განდეგილი, რაც რა თქმა უნდა უკვე სულ სხვა რაღაცაა, სწორედ ამიტომ ვიძახით, რომ ზღვარი სიკეთისა და ბოროტებას შორის, ჭეშმარიტებას და სიცრუეს შორის ამ სოფელში ძალიან ვიწროა და ერთი შეხედვით რაც ჩანს მოწამეობრივი გზა სინამდვილეში თვითმარქვია ქრისტია, ხო, როგორც თეიმურაზ ხევისთავია, მაგრამ არა შუშანიკი. და სწორედ ამ დაპირისპირებით ვარსქენთან პირველი საბრძოლო ნაცლობა ამისი, პირველი მსხვერპლია ქრისტესთვის გაღებული და ამის შემდეგ და დათმობა ყველაფერი ამ ქვეყნიურისა, იმიტომ რომ აქედან უკვე მოსაბრუნებელი გზა არ არის. ამიტომ როცა შედის მეორე დღეს ხუცესთან ახლობს მას და ტირის მის დანახვაზე, წარმოიდგინეთ როგორი უნდა იყოს რომ ხუცესი ტირის მის დანახვაზე, ხო? ეუბნება ნუსტირ ხუცეს რამე თუ დასაბამ სიხარულისა იქნა ჩემ და ღამე ესე და შენიგი მაზოხისტი არ არის, ხო, როგორც ბავშვების უმრავლესობას ჰქონია და არ ამბობენ და მე გაკვეთილის მე ხუმრობენ ამაზე, ხო? არამედ აქ ღრმა ფილოსოფიური აზრები, ადამიანური ფსიქიკის ღრმა ცოდნა გჭირდება, რელიგიური აზროვნების, ფილოსოფიური აზროვნების რაღაცა საფუძვლები მაინც უნდა გაგაჩნდეს, ხო? იმას მაინც უნდა ხვდებოდა, რომ ადამიანი მრავალი რეალობის გადაკვეთაზე ცხოვრობს, რომ არსებობს შინაგანი რეალობა, არსებობს ღვთაებრივი რეალობა, გონით და დაკვირვებით ეგოსგან გასვლით მიღებული გამოცდილებით, ხო, არსებობს სოციალური რეალობა, არსებობს ბიოლოგიური რეალობა, ასაკიდან ცხოვრების რომელ ეტაპზე ხარ, ასაკში ხარ, ამ შემდეგ და ეს ყველა მეორე ადამიანის რეალობა, ხო, და ეს ყველაფერი განსაზღვრავს ამ ყველაფრიდან უნდა უყურებდეს საკითხს, რომ მიხვდეს სინამდვილეში რა დრამა თამაშდება, ხო? ცხოვრებაში. ანუ ბავშვები, რომლებიც ჩემთან მოდიან, გაგებაში არ არიან, რომ მსგავსი რეალობები არსებობს, იმიტომ რომ მათ ასწავლიან, რომ არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა, ეს არის სოციალური რეალობა, შენ რასაც ფიქრობის სისულელეა, არსებობს მხოლოდ ყოფა იმართება გარედან, იმიტომ რომ ჩვენ 70 წელი ასე ვცხოვრობდით იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ვცხოვრობდით, ხო, იდეოლოგია მეც არაფერს არ აკეთებს სახში, მოდის და გეკითხება როგორ ატარებ თავისუფალ დროს, რომ ადამიანის ფორმირების პროცესში დაგვეხმარება ეს იძახის უფროსი, ხო? ანუ ასე რომ ბავშვები, რომლებიც ჩემთან მოდიან, ასეთი, ასე ვთქვათ, ტაბულა რაზათი, ხო, აბსოლუტურად სუფთა ფურცლით, მე არ შემიძლია ამას გვერდია უარო არ დავინახო, თავი მოვიტყუო, რომ ყველაფერი კარგად არის, ხო? და დავიწყო ლაპარაკი მაღალ ისე თითქოს მათ ეს ყველაფერი იციან, ხო? და შემდეგ ამას კარგი შედეგებიც არ მოსდევს, იმიტომ რომ ანუ ბავშვი იკარგება, ვერ ხვდება აზროვნების ძირითად პრინციპებს, ხო, რომ ზოგადიდან უნდა წახვიდე კონკრეტულისკენ, კონკრეტულიდან უნდა წახვიდე ზოგადისკენ, ინდუქცია, დედუქცია, რომ რაღაც აზროვნების ველი უნდა გქონდეს, საყრდენები უნდა გქონდეს და პრაქტიკულად მე თავიდან რასაც ვაკეთებ არის ეს, რომ ლექციებს ვკითხულობ, საუბრობ გამიზნულად, ხო, რათა ცოტა წარმოდგენა შევქმნე იმ რეალობაზე, თუ საცხოვრობ ჩვენ, ვინ ვართ ჩვენ როგორც ადამიანები და როგორ უნდა ვიაზროვნოთ. ანუ აზროვნების დისციპლინას ვასწავლი, ანუ აზროვნების ჰიგიენას ვასწავლი და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც თქვათ ერთი თვე, ორი თვე მჭირდება ამისთვის, ხო, რომ ეს გავაკეთო, ასე თუ ისე უხეშად, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ უკვე ინდუქციას, ხო, ტექსტს გადავშლით ნებისმიერ ადგილზე მონაკვეთს წავიკითხავთ და მე უკვე შეუძლიათ მითხრან, ხო, რომ
იმიტომ რომ ქრისტეზე წარმოდგენა არ აქვთ, ანუ ქრისტეს იგავებზე წარმოდგენა არ აქვთ, იმ ფილოსოფიაზე რომ არც ერთი სიტყვა პრაქტიკულად ქრისტეს ნათქვამი არ იციან, ხო, და მისი განსაზღვრება არ იციან. და წარმოიდგინეთ ეს ჭირს ერს, რომლის მთელი არსებობა ქრისტიანულ რელიგიაზეა და ფილოსოფიაზეა დაფუძნებული, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ქრისტიანული რელიგია და ფილოსოფია გაიგო ყველაზე უფრო სწორი გზიდან, ანუ იმიტომ რომ გვიჭირდა და როცა გიჭირს, მაშინ უნდა ადამიანს გონება და ჭკვა, ხო, ამას იცახის ვეფხისტყაოსანი, რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა. და რა კი გვიჭირდა, სწორედ ამიტომ ცოცხალი სიტყვა ლოგოს და ქრისტეს მოძღვრება ჩვენთვის სასიცოცხლო აუცილებელი იყო და რა კი სასიცოცხლო აუცილებელი იყო, თავს ვერ მოვიტყუებდით, იმიტომ რომ ნებისმიერ თავის მოტყუება და ფარისეულობა დაგვიჯდებოდა სიცოცხლის ფასად. და სწორედ ამიტომ ქართველებმა ქრისტეს მოძღვრება გავიაზრეთ, ჩემი აზრით ყველაზე უფრო მიახლოებულად იმასთან, რასაც ქრისტე იცახის, ხო? თუ განდი იცახის, რომ ქრისტე რასაც იცახის მოუწევს, მაგრამ ქრისტიანები არა ამას ქართველებზე, ძველ ქართველებზე და არა თანამედროვე ქართველებზე ვერ იტყოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ერთ საუკუნოვანმა წყვეტამ აბსოლუტურად განადგურა ყველაფერი ჩვენში და თუ არ დაუბრუნდით ფესვებს, თუ არ დაუბრუნდით მას ძველ იმას, არაფერი არ გვეშველება და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გავაკეთოთ, მე ხო არ დავჯდები და არ ვიტყვი რომ რაღა მე თეონა სხვამ გააკეთოს, ხო? მე ჩემი პრობლემების გამჭირვებია, რა თმინდა მოსწავლეები დავკარგო, ხო? ანუ ამას მე ვერ ვიტყვი, ხო? უნდა პასუხისგებლობა ჩემ თავზე უნდა ავიღო. სიკეთისა და ბოროტება შორის ზღვარი ყველა ადამიანის გულზე გადის, სოლჟენიცინი. ყველამ უნდა აიღოს პასუხისგებლობა თავზე, იმიტომ რომ შეგიძლია და გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. მაშინაც კი თუ კი მსგავსი კრახით სრულდება შენი ცდილობები, მაინც არ უნდა დანებდე, იმიტომ რომ თავარი არ დანებდე, თუ არ დანებდები, ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ ეს იყო გადაკვეთა რეალობისა და ლიტერატურისა და წარმოიდგინეთ 21 წუთამდე ავედით, ასე რომ პრაქტიკულად გვენ ტყილაკ დაჯავთ და თავსას ტყილავით დაჯავთ, თუ ჩემ ტელეფონში 20 წუთიან ვიდეოებს ჩავწერ, აბსოლუტურად მოვასწრებ სათქმელის თქმას. ასე რომ ძალიან კარგია ეს პრობლემაც გადაიჭრა. კარგად ზანდებოდეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ.